მოგესალმებით. კვლავ შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ნაღების ძალიან მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი უგემრიელესი ნაყინი. თუმცა შინაურულის არხზე არის სხვა ნაყინის რეცეპტებიც სპეციალურ ალბომში. ასევე არის ძალიან მარტივად და ბიუჯეტურად მოსამზადებელი ნაყინი პლომბირის რეცეპტიც, ამიტომ აუცილებლად ეწვიეთ ამ ალბომს. პირველ რიგში, სუფთა და მშრალ ჯამში მოვათავსოთ მაცივრიდან ახლად გამოტანილი ნაღები, რომელიც იქნება ძალიან ცივი. და შემდეგ დავიწყოთ მიქსერით ათქვეფა. ნაღები აუცილებლად უნდა იყოს 30%-ზე მეტი, 33 ან 35%-იანი და, რა თქმა უნდა, ახალი და კარგი ხარისხის. ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერის საშუალებით, საშუალო სიჩქარეზე. თანდათან ნაღები გასქელებას დაიწყებს, მაგრამ ავთქვიფოთ მანამ, სანამ კრემისებრ მასას არ მივიღებთ. მაღალპროცენტიანი ცივი ნაღები მალევე დაიწყებს გასქელებას, აი ასე უნდა გაგვისქელდეს, როგორც კრემი და იცოდეთ, რომ 20%-იანი ნაღები, რომელიც მაღაზიებში იყიდება, ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ ნაღების ნაყინს მაღალპროცენტულობის ნაღები სჭირდება. უკვე ათქვეფილ და გასქელებულ ნაღებს დავუმატოთ მხოლოდ და მხოლოდ შესქელებული რძე და 1 ვანილი და კარგად ავურიოთ. შემდეგ კი გადავიტანოთ კონტეინერში და გავაცივოთ მაცივარში. ყველასთვის საყვარელი და ნამდვილი ნაღების ნაყინი მზად არის, რომელიც უკვე გაცივდა და შეგვიძლია გემრიელად მივირთვათ. მე ძალიან მიყვარს ნაღების ნაყინი კენკრასთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის საყვარელი ხილი ან მოასხათ გამდნარი შოკოლადი ან მოასხათ კარამელი. სახლურად მომზადებული კარამელის რეცეპტიც არის შინაურულის არხზე. და როგორც ხედავთ, ნამდვილი, უგემრიელესი და ყველასთვის ბავშვობიდან საყვარელი ნაღების ნაყინი მზად არის. ამიტომაც აუცილებლად გამოიწერეთ შინაურულის არხი, რომ ნახოთ ყველა მარტივი, გამოცდილი და ყველასთვის საყვარელი დესერტების რეცეპტებიც. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.